ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარ ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე. ჩვენ დღეს საფეხბურთო სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობთ. 240-91-92, კითხვას და მოსაზრებას რადიო 1.G სეველით. რა არის ფეხბურთი? ფეხბურთი სტადიონი. საათა იამანიძე მიიღო კალოევმა გადასამბეს მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა მეოთხე, მოატყუა მეხუთე მეკარე. ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. სანდრო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მოდით თავდაპირველად ვთქვათ 17 წლამდელთა ნაკრების შესახებ. ეს გუნდი დღეს უკვე ჰოლანდიაში ელიტ რაუნდის პირველ შეხვედრას ითამაშებს. ფაქტურად გოჩა ტყებუჩავას შეგირდებისთვის ეს მორიგი გამოცდაც კი არის. ეს მატჩი 22 საათზე დაიწყება და საკმაოდ მნიშვნელოვანია თან მასპინძელთან პირველივე შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება. მოპერლოს ყოვლის უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული ჯგუფი შეხვდათ, მათაც და 19-იანებსაც. მაგრამ სხვანაირად არ გამოდის, ხო? ანუ მუდმივად რაღაც ლიხტენშტაინის დონის გუნდები და ფარერის კუნძულის დონის გუნდები არ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. ოსტატობა იხვეწება სწორედ ასეთ გუნდებთან, ძლიერ გუნდებთან პაექრობაში და მინდა უსურვო ტყებუჩავას ნაკრებს წარმატებები, სხვა საკითხია წარმატებად ვინას აღიქვავს. მე პირადად ძალიან გამიხარდება თუ მაინც და მაინც თუ შედეგობრივი წარმატება არ იქნა, ყოველ შემთხვევაში თუ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები, ჩვენი წლამდელები დატოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, ისეთ კარგ შთაბეჭდილებას მოახდენენ, რომ დაუშვათ ვინმე რომელიმე ფეხბურთელს თვალს დაადგავს, რომელიმე კლუბის წარმომადგენელი, ალბათ არავისთვის არ არის ახალი ამბავი, რომ მსგავს ტურნირებს და მსგავს ასპარეზობებს ყოველთვის ესწრებიან ხოლმე სხვა გუნდების წარმომადგენლები, სკაუტები, რომლებიც ინიშნავენ მათთვის სასურველ ფეხბურთელებს, შემდეგ აკვირდებიან, აქცენტს აკეთებენ. თუ ასეთი ადამიანების თვალთახედვის არეში ქართველი მოთამაშეები მოხვდებიან, ამითიც მე პირადად ძალიან გამაყოფილი ვიქნები. არდა ძალიან გვჭირდება დღეს აი მსგავსი თუნდაც ტრანსფერი, მსგავსი დაკვირვება, იმიტომ რომ ნამდვილად აკლია დღეს ქართულ ფეხბურთს ის გამოცდილება, რომელიც თუნდაც წლების წინ აი ამ ლეგიონერებს მოჰქონდა. გეთანხმებით აბსოლუტურად. ახლა ვინც თვალი ადევნა ხო ჩემპიონთა ლიგის თამაშებს, შალკე მითამაშა მადრიდში და შალკეში თამაშობდა მაქს მაიერი, ფეხბურთელი, რომელიც თავის დროზე იყო 17 წლამდელების გერმანიის 17 წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მან გაგვიტანა გოლი ერთ-ერთ ელიტ რაუნდზე, როდესაც მაშინ გერმანიის ნაკრები ყავდა მეტოქეთ, პირველი თამაში იყო ეს და წავაგეთ 0-1 და გუშინ PSG-ში თამაშობდა რუბიო, რომელიც ასევე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო იმ 19-იანების, რომელმაც უკვე ევროპის ჩემპიონატი თამაშის გიაცეცადეს ნაკრები მყავს ხედელობაში, საფრანგეთის 19 წლამდელთა ნაკრებში და შესაბამისად აი ამათი ზრდა, ხო, ეხლა სად არის, ხო, რუბიო და სად არის დაუშვათ სხვა ის ფეხბურთელი, მაგალითად ქართველი, რომელიც თამაშობდა მაშინ. არა და მაშინ საკმაოდ კარგი პრესა ჰქონდა, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჩვენი ნაკრების თამაშს. ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ აი ესე აიტაცებდა იგივე ევროპა აი ამ მოთამაშეებს. რა თქმა უნდა, კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად, უბრალოდ მაინც ესე სხვა სიმაღლეა, ხო, ზრდა როგორ მიმდინარეობს იქ და როგორ მიმდინარეობს ჩვენთან და შემდეგ განვითარება ფეხბურთელების, ხო, კიდევ ერთხელ აღნიშნე, ხო, ეს მაქს მაიერი იყო შალკეში ერთ-ერთი საუკეთესო სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ და შესაბამისად განაპირობებდა წილად შალკეს თამაშს, რამდენიმე მომენტში გაიბრწყინა კიდეც ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გოლი არ გაუტანია, მაგრამ
ძალიან ბევრ შეტევაში მიიღო მონაწილეობა, ძალიან ბევრჯერ გაამწვავა. მოკლედ, რა მინდა ვთქვა, რომ მაიერისგან გერმანია მიიღებს ალბათ თავის დროზე, უკვე როდესაც დაღვინდება და როცა უფრო ასაკში შევა, ერთ ძალიან კარგ ფეხბურთელს, რომელიც ღირსეულად დაიცავს შემდეგ უკვე ეროვნული ნაკრების ღირსებას. იგივე უნდა ითქვას რუბიოზეც, რომელიც გუშინ სტენფორდ ბრიჯზე თამაშობდა, პარი სენ-ჟერმენშია, იზრდება ეს ფეხბურთელი და არის ფრანგული ფეხბურთის მომავალი. ძალიან სამწუხაროა, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მაშინ აი ცედაც ნაკრებს გულისხმობ, ხო? ნიჭით, ტალანტით არაფრით ჩამოუვარდებოდნენ იგივე ჩემს მიერ ნათქვამ მოთამაშეებს, ხო? იგივე რუბიოს მაგალითად. დღეს სამწუხაროდ თუ შევადარებთ, უკვე ძალიან დიდი განსხვავება არის ფრანგის სასარგებლოდ და საკმაოდ ჩამორჩებიან ეს ფეხბურთელები, რომლებიც მაშინ იცავდნენ საქართველოს ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე. აი, იგივე ვთქვათ, ხომ არ არის რაღაც შეცდომა თავად ამ ფეხბურთელებშიც? ალბათ კი ძალიან კომპლექსური საკითხი არის თვითონ მოთამაშეებში და ზოგადად ყველაფერი არის იქ საფრანგეთში, რომელიც ხელს უწყობს მსგავსი ფეხბურთელების დაწინაურებას და განვითარებას და აი ამ ყველაფრიდან შეიძლება ვთქვათ, რომ მინიმალური არის საქართველოში, რომელიც ხელს უწყობდეს და არის გასაგებად უფრო ბევრი, რაც ხელს უშლის ამ ფეხბურთელების განვითარებას. მაგიტო საუბრობთ ჩვენ და მაგიტო დავიწყეთ ხო ზოგადად ჩვენ საუბარი იმაზე, რომ ძალიან მჭირდება ტრანსფერები და ძალიან მჭირდება, რომ ახალგაზრდებმა ფეხბურთელებმა გზა გაიკვლიონ ევროპაში სწორედ და იქ შემდეგ აიმაღლონ თავისი ოსტატობა, თუმცა ესეც სამწუხაროდ ქართულ რეალობაში და ქართულ ფეხბურთელებთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე საკვარისი, მაგრამ აქ რაღაც შანსი მაინც ჩნდება და იმითი რომ ეს ფეხბურთელები არ გაუინთარდნენ და დარჩნენ საქართველოში და ითამაშონ საქართველოს ჩემპიონატი და უშუალოდ ვეღარ მოხვდნენ უცხოურ კლუბებში. საქართველოს ჩემპიონატშიც კი არ თამაშობს ძალიან ბევრი მათგანი სამწუხაროდ. სამწუხაროდ ესეც არის ფაქტი, მაგრამ ბოლო-ბოლო საბოლოო ჯამში მაინც ხვდებიან ხოლმე, ხო, დიდი ნაწილი. დღეს მართალია ბრძანდებით აბსოლუტურად არ თამაშობს დიდი ნაწილი გუნდებში ძირითადში არ არის ხოლმე. არა და სულ ვიმეორებთ, ხო, რაც არ უნდა დაბალი დონის იყოს საქართველოს ჩემპიონატი, მას აქვს პლუსი. და ეს პლუსი არის ის, რომ თუ შენ ოდნავ გამორჩეული ხარ სხვასთან შედარებით და თუ შენ შეგიძლია სხვაზე მეტი რომ გააკეთო მოედანზე, შენ მომენტალურად ვიღაც შეგამჩნევს და გაქვს შანსი რომ შემდეგ უკვე კარიერა იწყო და გააგრძელო სხვა ქვეყანაში და უფრო მეტად წარმატებული იყო. სამწუხარო რეალობა არის ისევ და ისევ, რომ ჩვენ ხვდებით მაგალითებს, როდესაც ეს მოთამაშეები ზიან ხოლმე სკამზე, თუ არიან საერთოდ გუნდში, ზიან ხოლმე სკამზე და მათ მოედანზე გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ. ახლა კეცბაიას მისამართი ძალიან ბევრი პრეტენზია იყო, მაგრამ გასაგებია, რომ ეს პრეტენზიები იყო და არსებობდა და იარსებებდა ყველა ვარიანტში და არავინ არ გაიგოს. ესე თითქოს დაუშვათ მე ამ პრეტენზიათა ნაწილს არ ვეთანხმებოდი, მაგრამ იყო რაღაცები, რაც ეს კაცი ამბობდა. მაგალითად მან თქვა, რომ უნდა მივიდეს საქართველოს ჩემპიონატი იქამდე, რომ ყველა კლუბმა ათამაშოს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. თუ არის დაუშვათ რეგულაცია შემოღებული, მაგალითად UEFA-ს მიერ სხვადასხვა ქვეყნებში რომ კლუბებს ავალდებულები, რომ რამდენიმე მათივე გაზრდილი მოთამაშე აუცილებლად უნდა თამაშობდეს, ხო, მაშინ ჩვენ ლოკალურად შეგვიძლია დაუშვათ ამ რეგულაციის შემოღება, როდესაც ავალდებულებს გუნდს იგივე ფეხბურთის მმართველი ორგანო, რომ მას უნდა ყავდეს განაცხადში მაინც 2 ან 3 დაუშვათ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელი. ამის გაკეთება შეიძლება აქ ორმხრივი რამეა, ხო? ანუ ეს კლუბი კერძო სტრუქტურაა და მანაც უნდა გადმოდგას ნაბიჯი იქითკენ, რომ დაუშვათ წამოვიდეს და შემხოდრი პოზიცია ეკაოს და დაეთანხმოს ამ რეგულაციას, თორე თუ არ დაეთანხმება, უნებრივია ვერავის ვერ დააძალებს, ხო? და შესაბამისად რაღაცა ამ მიმართულებით დაუშვათ კიდევ რამდენიმე, ანუ უნდა შეიქმნას ნიადაგი, საფუძველი იმისი, რომ განვითარდეს ეს ბავშვი, რომელიც არის მართლმადიდებლად ნიჭიერი, თორემ თუ ეს საფუძველი არ შექმნას, ზოგჯერ ხელოვნურად, ზოგჯერ არახელოვნურად, ხელოვნურადაც რომ შეიქმნას არ იქნება ურიგო. თუ ეს საფუძველი არ შეიქმნა, ხო, მაშინ არაფერი არ გამოდის აბსოლუტურად, ხედავთ ხო ნათელი. აზრი არ აქვს თუნდაც აი ეროვნულ ჩემპიონატს, რის მიმართაც გვაქვს ძალიან დიდი პრეტენზია ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, დღეს ხო ჩვენ არა ვართ იმ ქვეყანათა კატეგორიად არ მივეკუთვნებით საქართველოს, რომელიც დაუშვათ ასაზრდოებდეს ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთს ისეთი გრანდი კლუბებით, როგორებიც არიან, ვიცით ხო, მანჩესტერი, მადრიდის რეალი, ბარსელონა, მუნხენის ბაიერნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ მუდმივად
ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რეალობა არის ასეთი, ვიქნებით ფეხბურთელების მიმწოდებლები. ხო, ეს ფეხბურთელები რომ მივაწოდოთ, ამისთვის ისინი რაღაც გარკვეულ დონემდე უნდა ავიდნენ, ხო? რომ რათა შემდეგ დაინტერესდეს უცხოური კლუბი, რომელსაც მოთხოვნა უფრო მეტი აქვს თავისთავად ცხადია, ვიდრე დაუშვათ ქართულ კლუბს. და აქედან გამომდინარე, ექნება უკვე ნაკრებებსაც საშუალება იმისი, რომ თავი გამოიჩინოს და ამ მიმართულებითაც თუ არაფერი არ ვქენით, ხო, გამოვა რომ ვიხარშებით ჩვენივე soul-ში და არანაირად წინ დაუშვათ ნაბიჯს არ ვდგავთ და შესაბამისად არ აგვაქვს არანაირი პროგრესი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ თქო აი პრობლემებზე, თუნდაც სამშაბათს და ოთხშაბათს გამართულმა შეხვედრებმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გულისხმობ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემები უკვე სერიოზულად არის ისეთ გრანდებში, როგორიც არის მადრიდის რეალი, ჩელსი და ასე შემდგომ. ხო, აი ეხლა ლოგიკურად გადაება, ხო? ჩვენი პრობლემები და იმათი პრობლემები, რა თქმა უნდა, მოსატანი ერთმანეთთან არ არის, მაგრამ პრობლემა, მეთაოდესმა ისე ვიყოთ, რომ იმაზე ანუ თვითონ ისეთ გუნდებსაც კი, როგორც არის მაგალითად მადრიდის რეალი, ხო, ჩავიდა შალკე, ადგა მოუგო 4-3, ხო, ესე თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ეჭვმარება წლევანდელ სეზონში, რომ იყოს საერთოდ. მე ვთქვი კიდეც, რომ უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, ეს შეიძლება ითქვას მეთქი წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი სენსაციური და წლის თამაშიც. წლის თამაშიც შეიძლება მონოთლოდ აბსოლუტურად, მე არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ასე რომ 90 წუთი გასულიყოს და გონებოდეს რომ რაღაც 10 წუთი ამარ თამაშს უყურებ, ხო? ესეთ რამ მე ჯერ არ მომსულია და არ ვიცი, შეიძლება ძალიან დიდი ალბათობით არც მომივიდეს. პრობლემა, რეალში მართლა პრობლემაა, როდესაც გუნდი ვერ უგებს ვილიარეალს სახში, როცა აგებს ბილბაოში, ყველაფერი ამის ფონზე დაუშვათ ყველაზე გონა რომ მადრიდის რეალი ადგილობდა და ქვას-ქვაზე არ დატოვებდა შალკესგან, ჩავიდა აგერ ეს გუნდი, მაქს მაიერზე ვილაპარაკე უკვე, დაკომპლექტებული ფეხბურთელებით, რომლებიც არ ეთამაშებიან ვარსკვლავებს, მოდი ასე ვთქვათ. და საკმაოდ სერიოზული პრობლემებიც იყო, თუნდაც გასულ სეზონში საკადრო პრობლემები. საკადრო პრობლემები დაუშვათ, შალკე აღარ არის ის გუნდი, რომელიც ეთამაშებოდა მილიონებს და შეეძლო თავისთვის დაუშვათ ნებისმიერი ფეხბურთელის, ну, ყოველ შემთხვევაში გადმობირება თუ არა, რაღაცა საუბრის დაწყება ნებისმიერი რანგის ვარსკვლავთან, ჩავიდა უდიდესი საკადრო პრობლემებით, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და მოუგო რეალს აგერ 4-3 და აყენა ყველაფერი თავდაყირა და კინაღამ მეხუთე გოლი შეუგო ქეოვედეს მაგივრად შემტევი ფეხბურთელი რო ყოფილიყო, შეიძლება დღეს საერთოდ რეალი აღარ ყოფილიყო ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდი. იგივე შეიძლება ითქვას ჩელსი პარი სენ-ჟერმენი კიდე სხვა განზომილება იყო, ხო? პარიზელები დარჩნენ 30 წუთზე თუ 32 წუთზე არ მახსოვს სლატანის გარეშე, ახლა ეს ესეთი რამეა რა, მანქანას რო ძრავი ამოაცალო, მაგრამ ამ მანქანამ მაინც გააგრძელო სიარული, ხო? აი დაახლოებით ესეთი შედარების მოყვანა შეიძლება რაღაც სადღაც იპოვნოს რესურსი და მაინც იაროს. ინერციით იქნება ეს თუ დაგორებით იქნება თუ მიწოლით თუ რაღაცით, ну, ყოველ შემთხვევაში გადაადგილდეს. აი დაახლოებით ეგეთ მდგომარეობაში ჩავარდა PSG, რომელიც ორჯერ თამაშს აგებდა, მათ შორის ერთხელ აგებდა დამატებით დროში და ორივეჯერ შეძლო გოლის გატანა, ხო? სიმბოლური იყო, რომ ტიაგო სილვამ გაიტანა მეორე ბურთი ლონდონელების კარში. იმ ტიაგო სილვამ მას აიკიდა 11 მეტრიანი აბსოლუტურად უაზრო, სრულიად მარტივ სიტუაციაში ხელით თამაშა, შემთხვევით, რა თქმა უნდა, განზრახელი თამაშზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ კაპიტანი წავიდა წინ, შეაგდო მეორე გოლი, გაიყვანა PSG მეოთხედ ფინალში და შესაბამისად გააგრძელეს ბრძოლა პარიზელებმა და არა ლონდონელებმა. მაურინიოს დღეს ძალიან ბევრ კომენტარს ვეცნობოდი, რომელიც დაბეჭდილი იყო ევროპულ პრესაში და ერთი მომეწონა განსაკუთრებით მაურინიოს აქვს ჟანრის კრიზისი. მაურინიომ დიდი მწვრთნელია, გენიოსია, მაგრამ ერთი რაღაც აპრობირებული მეთოდი მან დახვეწა 10-იანზე და სულ ამ მეთოდით უნდა რომ გავიდეს დაუშვათ ფონს და სულ ეს არ გამოდის. ანუ კოკამ ყოველთვის წყალი არ მოიტანა და ეს კოკა ერთხელაც გატყდა და მე ცოტა სარკაზმული მინაწერიც იყო, კომენტარიც იყო, რომ კი ნამდვილად გენიოსია მაურინიო, ჩელსი დატოვა მეოთხედ ფინალის მიღმა, ამას მოხერხება უნდაო. მართლა ეგრეა, ყველა კომპონენტში ბოლო-ბოლო ახლა პრემიერ ლიგის ლიდერია, ხო, ყველაფერს თავი გავანებოთ. ყავს ძალიან მაგარი მთავარი მწვრთნელი, ყავს ძალიან ბევრი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი. პარი სენ-ჟერმენი ჩავიდა აუთსაიდერის როლში და აბატონო დატოვა ჩელსი ჩემპიონთა ლიგის მიღმა. მსმენელი გველოდება, გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. კითხები მაქვს თქვენთან ესეთი. აი ახლა მომავალი ის რო იქნება, წყვილები როი არიან ახლა დარჩენილი. აი თქვენი არის ფავორიტი რომელი იქნება?
აი ეს როგორც ახლა იყო. მიხდით? დიახ, გასაგებია, კი ბატონო. კიდე ესეთი კითხვა, ესეთი. აი უბრალოდ ესე იგი შეუძლებელია რა, მაგრამ აი არიული რესკის თამაშით ესე იგი ვერ წარმოიდგენა, ერთი კაციც კი ვერ წარმოიდგენა, რომ შალკე გარეთ გაიტანდა 4-2. თავის აქში რო ის წააგო და ყველაზე მთავარი იგივე ჩელსიც ახლა რამხელა ფორაგონა 0-0-ზე ყოფოდა, მაგრამ ვერ ისაკნამ. ესე იგი მარტო იცის მაღალ მაგმერცმა ვინ გახდება, ნუ შეიძლება პირველი იყო და ყველაზე მთავარი აი რატო არ აცხადებთ ხოლმე, საერთოდ აი დროს კი აცხადებთ იმას ამას, მაგრამ თავის ჩემპიონატებში აი რომელ ადგილზეა ხოლმე ის გუნდები, აი არა შეიძლება მაგის გამოცხადება, მე არ მგონია ხო ვინმე ჩემპიონთა ლიგას უყურებდეს და უშუალოდ ჩელსი პარი სენ-ჟერმენის თამაშს თვალსადევნებდეს და არ იცოდეს რომ ჩელსი პრემიერ ლიგის ლიდერი. რატო არ აცხადებთ მეთქი მაინც გასაგებია, კი ბატონო, დიახ, გასაგებია. დიახ, აი თუ არის უკვე ფავორიტი, ვიზეთ შეიძლება ფავორიტი რაც იყო სეზონის დასაწყისში რჩება იგივე. ყველა ვარიანტი რაც არ უნდა დაუშვათ ცუდი იყოს ამ წუთას მადრიდის რეალი ფინალამდე ჯერ ძალიან შორია და ამ გუნდს ექნება უამრავი შანსი ტრანსფორმაციისთვის და პროგრესისთვის რაც არ უნდა დაუშვათ არ აკმაყოფილებდა ვინმეს სიტყვაზე ვამბობ სხვა რომელიმე გუნდის თამაში ნებისმიერ მათგანს ფინალამდე შეუძლია რომ გაიგულიოს გზა და უფრო უკეთესობისკენ განავითაროს თავის თამაში. ახლა მე არ მithქოს, მაურინიომ თქვა, მე როთფინალის დაწყებისგან 16 ფავორიტი ყავს უკვე ჩემპიონთა ლიგასო. შესაბამისად, არანაირი არავის უფლება არ აქვს და უშუალოდ რომ არ გაიზიაროს მისი ეს ნათქვამი. ბარსელონა მანჩესტერ სიტი არის და აქ მე მგონი ყველაფერი ამოწურული უნდა იყოს, მაგრამ ნუ დაგვაუწყდება რომ სიტი არის მაინც და ძალიან ძლიერი კოლექტივია. მე ხედავთ იმას რომ ბარსას მოგებული 2-1 სიტის ნებისმიერი სურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. არის დორტმუნდი, ტურინის იუვენტუსი 2-1 აქ ტურინის იუვენტუსი მოგებული და მე ველი რომ იქნება ძალიან მაგარი თამაში. ამას აქვე დავაანონსებ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელი შემოგთავაზოს ზუსტად ამ მატჩს დორტმუნდსა და ტურინის იუვენტუსის დაპირისპირებას. არის მადრიდის ატლეტიკოსა და ბაიერ ლევერკუზენის დაპირისპირება, სადაც ჩემი ფავორიტი ამ შემთხვევაში არის ატლეტიკო, არა მარტო იქიდან გამომდინარე რომ არ დამაჯერებლად აქვს მოგებული, მაგრამ არ დამაჯერებლად აქვს მოგებული ლევერკუზენის პირველი თამაში, ასე რომ ფავორიტები ჩემთვის აი დარჩენილი წყლებიდან არიან მადრიდის ატლეტიკო, ბარსელონა და ალბათ მაინც დორტმუნდის ბორუსია. რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ჟოზე მაურინიოს კომენტარი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და ის ამბობს, რომ ეს იყო დრამა, რომელიც საკმაოდ აგრესიული სანახაობით გამოირჩევა. აი როგორც გულშემატკივარს და კომენტატორს შეგიძლიათ თქვათ, რომ გუშინდელი თამაში იყო აგრესიული? კი, აგრესიული იყო, ვეთანხმები ამ შემთხვევაში მაურინიოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აგრესიული იყო პარიზელთან მხრიდან. ხა რას წაკეთებდა დიეგო კოშტა? ხო? ეს არის სიბინძურე. ასეთი რამეების კეთება არ შეიძლება, როდესაც დიდ ფეხბურთთან გაქვს საქმე და ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა გიმნაზიის. სხვა შეიძლება ამ ფაქტს იხსენებს ის და ამბობს, რომ იგივე ლუისის მიერ იდაყვის ჩარტყმა მე არ დამინახავსო, მაგრამ როგორ შეიძლება UEFA მის საუკეთესოდ დაასახელოს, როდესაც ყველაზე აგრესიული ფეხბურთელი. კი ბატონო, ოღონდ ამ შემთხვევაში ხო მაურინიოს რა თქმა უნდა, ეს მის სტილია, ხო, თავის ფეხბურთელებს იცავს და თავის თავს იცავს ყოველთვის. მაგრამ მოდი მაშინ იქვე ის ვთქვათ, რომ სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, სანამ დავით ლუისი დიეგო კოშტას ჩაარტყავდა, იქამდე ყველანაირად, აი პატარ-პატარა ხრიკებით, არასაფეხბურთო მეთოდებით დიეგო კოშტა ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა ნებისმიერი პარიზელი, რომელიც მოედანზე იყო და საბოლოო ჯამში ფრანგულ პრესაში იყო ერთი ასეთი კომენტარი, ფრანგი გულშემატკივრის, რომ მერჩი უნდა წაეგო და დიეგო კოშტა მაგრად ეცემათო. ანუ მართლა ეგეთი შტაბ-ბიჭდება დამრჩა რა, რომ ასე ეშინოდათ დავჯეროთ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელების, რომ თავიდანვე ესეთი აგრესიული. ეგეთი ტიპია. დიეგო კოშტა არის ეგეთი. დიეგო კოშტა ეგეთი იყო მადრიდის ატლეტიკოშიც და დიეგო კოშტა ეგეთი კიდევ უფრო დიდი განზომილებებით გახდა ჩელსიში. რატო? იმიტომ რომ ატლეტიკოში სხვა სპეციფიკის თავმჯდომარე ყავდა, ჩელსიში სხვა სპეციფიკის თავმჯდომარე ყავს. ატლეტიკოში დაუშვათ სიმეონე აქცევინებდა ამაზე ყურადღებას და ეუბნებოდა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. დიდი ეჭვმა აქვს რომ მაურინიო ამას კი არა ეუბნება რომ ასე ნუ მოიქცევი, არამედ პირიქით რაღაც დივიდენდებს სთავაზობს დიეგო კოშტას მსგავს. ანუ ეს არის ერთ-ერთი ფორმა, დაუშვათ,
მოგწონს არ მოგწონს ეს სხვა საკითხია, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ფორმა წარმატების მიღწევის და ეს ამ კაცმა ფეხბურთს თამაშის გარდა ეს აქვს ამ ადამიანს ძალიან კარგად ათვისებული, ხო, დიეგო კოშტაზე მაქვს ლაპარაკი, რომელსაც შეუძლია პროვოკაციას წამოგაგოს, რომელსაც შეუძლია ნერვები მოგიშალოს, არასაფეხბურთო ილეთებით, არასპორტული საქციელით, საბოლოო ჯამში მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ ადგნეს და მსაჯმა გაგაგდოს, ხო? ზლატანთან კავშირში არ იყო, მაგრამ გაუადვილა ჩელსის საქმე მსაჯმა, კიუპერსმა, რომელსაც გააგდო ზლატანი. ახლა ცალკე საკითხი კიდე ზლატანი იყო თუ არ იყო გასაგდები. მოდი შევდივართ ერთ რამეზე რა. თვითონ თეზისი რომ ზლატანი მოედან გასაგდები არ იყო, გამოდის იმ ფიგურიდან, ვიზეც გვაქვს ლაპარაკი. ამ შემთხვევაში ზლატან იბრაგიმოვიჩს. რომ ყოფილიყო ზლატან იბრაგიმოვიჩს მაგივრად ვინმე სხვა, მაგალითად ავიღოთ, არ ვიცი, ნებისმიერ ტიაგო მოტა, ან ესე იგი ლავეც, პარიზელთან სხვა მოთამაშე. ხო, მაშინ ამ ხელა ამბავი არ ატყდებოდა. იმიტომ რომ იქ ცალსახად ჩანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ნახოს 30 ჯერ უყუროს ამ ეპიზოდს. ზლატანი მიდის ძალიან სახიფათო ვარდნაში, ბურთს იგი ვერ წუდება, ყველანაირი თავისი მოქმედებით იგი ცდილობს რომ დაანახოს მსაჯს, რომ არც ფეხზე არ თამაშობს, ფეხს ხუნავს, მაგრამ კონტაქტი მასსა და ჩელსის ფეხბურთელს შორის მაინც არის. ხო? ეხლა ეს როგორ გამოდის, ცით რომ ქართველებს როგორ რა გამოთქვა, არ მინდოდა მოკლა, მაგრამ შემომაკვდაო რა. ანუ დაახლოებით ეგეთი ამბავია რა. ანუ დაარღვევა ცალსახად არის. სხვა საკითხია რომ იქ შეიძლება დაუშვათ გადამეტებული იყოს ვინმესთვის პირველი მომენტი იყო და პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენება, მაგრამ ეს არის სიტუაცია 50-50. და ამ 50-50-დან მსაჯმა აიღო და 1-50 გადადო და მეორე 50 რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ასეთ სიტუაციაში შეიძლება ფეხბურთელი მოედნიდან გააგდო, ის აამუშავა აი ეს 50%. სხვათა შორის აი მაურინიოს ამ განცხადებების შემდეგ საკმაოდ მკაცრი იყო იგივე გულშემატკივრების და სპეციალისტების დამოკიდებულება და ძალიან ხშირად წერდნენ, რომ წუწუნი სწორედ მაურინიომ დაამკვიდრა მსოფლიო ფეხბურთშიო და მის აი ამგვარ საქციელს უკვე რაღაც ერთგვარი ცინიკური დამოკიდებულებებიც კი აქვს. კი, ეს არის მოსდევს მაურინიოს ეს შლეიფი ჯერ კიდე ესპანეთიდან, როდესაც იქ ყველაფერს აგებდა ბარსელონასთან, რასაც თამაშობდა, ხო, ცდილობდა თავი გამოეძვριნა და ამის დიდოსტატიც არის მაურინიო, იმდენად შეუძლია ლავირება, რომ კარგ დაუშვათ იმას შეშურდება, დიპლომატს შეუძლია აისხლიტოს ნებისმიერი პრეტენზია და ნებისმიერი შეკითხვა, რომელსაც მისი მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მას დაუსვავს და გადააბრალოს ყველაფერი სხვასთან ისე, რომ დაგაჯეროს, ყველაზე ცუდი ეს არის, რომ გარკვეულ ნაწილს მერე ადამიანების ჯერა იმის, რაც მაურინიო ლაპარაკობს, თავისი ავტორიტეტით სარგებლობს ამ შემთხვევაში და რაღაცა ზეწოლას ანხორციელებს თავისი ავტორიტეტით ადამიანებზე. მაგრამ ბოლო-ბოლო ახლა ყველას მობეზრდა ეს ამბავი. იყო სიტუაციები, როდესაც მაურინიო აბრალებდა მსაჯს, იყო სიტუაციები, როდესაც მაურინიო აბრალებდა გულშემატკივარს, იყო სიტუაციები, როდესაც მაურინიო ყველაფერს აბრალებდა აბსოლუტურად და საბოლოო ჯამში ყველა გამოყავდა დამნაშავედ და მხოლოდ ბოლოს დაუშვათ ის გაყვრით ამბობდა თავის თავზე და თავის ფეხბურთელებზე. მე არ დამოვიწყდება ერთხელ მაგალითად იგი იმდენად შორს წავიდა, რომ ჩელსის გულშემატკივრებს მიაყენა შეურაცხყოფა. მან თქვა, რომ არავის ასეთი ჩუმი გულშემატკივრები არ ყავს, როგორც ყავს ლონდონის ჩელსისო და გაგიჟდა ახლა ეს ხალხი კინაღამ დაანგრიეს ეს სტენფორდ ბრიჯი. ანუ მოუწოდა თითქოს პროვოკაციაზე წამოაგო და იქიდან მოყოლებული, რა ვიცი, ყველაზე ხმაურიანი ხალხი ჩელსის გულშემატკივრები გახდნენ და პლუს გადაიზარდა ეს კიდე სხვა რაღაცეებში, რასიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე შეხვედრას ბავარია შახტარი. ხო, ნუ იქ არ ვიცი ახლა ცოტა ისეთი ის არის რა, მაგრამ ძალიან ცუდი რამე გაუკეთა შახტარს მსაჯმა და ახლა მე-4 წუთზე დაუნიშნო პენალტი გააგდო ფეხბურთელი, ნუ ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად განწირე ისედაც განწირული კლუბი დამარცხების და წაგების თან მიუნხენში თამაშობს ბაიერნთან, ხო იმ ხوار თამაშობს ათმე. ისედაც აუტსაიდერია და პლუს ამას ნუ ყველანაირი შანსი მოუსპო, მოდი ასე ვთქვათ რა, იქ შეიძლება ცოტა მობიარეო ყოფილიყო მსაჯი, 7-0 არის გამეორება იმ რეკორდის, რომელიც ჰქონდა მიუნხენის ბაიერნს ბაზელთან ამ ეტაპზე, ანუ პლეი-ოფის ეტაპი მაკროდელობაში, მაგრამ იქ ნუ სიტუაცია განსხვავებული იყო, იქ შვეიცარიაში წაგებული ჰქონდა ბაიერნს 0-1 და ჩამოვიდა გამწარებული მიუნხენის ბაიერნი, თავმოყარება მიმოქმედა ბოლო-ბოლო ყოველს დავიგავანებოთ, ბაზელის მთელი ბიუჯეტი არის ბაიერნის ერთი ფეხბურთელის ხელფასი და ადგა და მოუგო 7-0. შახტარ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, უკრაინის ჩემპიონატში გუნდი მეორე ადგილზეა, ჩამორჩება კიევის დინამოს, უკან მოსდევს დნეპრი, დნიპრო უბრალოდ ერთი ქულა არის ხოლმე მათ შორის განსხვავება.
მოდი თქვათ რეალურად ეხლა ვინმეს უყვირს ეს ამბავი, მე საერთოდ ის მიყვირს შახტარი რომ გამოდის მოედანზე რომ თამაშობს. გამომდინარე იქიდან რაც ხდება ამ ქვეყანაში. არის საუბრები იმაზე რომ რენატ ახმეტოვი საერთოდ აპირებს რომ უკრაინიდან წავიდეს და გადავიდეს სერბეთში, ოღონდ ეს ინფორმაციის დონეზე გაჟღერდა, მხოლოდ არავის არაფერი არ დაუდასტურებია, მაგრამ ეს ისეთი ინფორმაცია. არის გამორიცხული. ხო, ეს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც ვერ უარყოფ, ხო, ეგრე ხელაღებით და წავიდეს და იქ ვოევოდინა იყიდოს და იქ ჩადოს უკვე თავის ინვესტიციის ფაქტია, რომ ამ გუნდს არ აქვს არც სახლი, არც კარი, არაფერი აბსოლუტურად, თამაშობს ლვოვში და შედეგით სახეზე. ახლა ეს არის პირველი სატრანსფერო ფანჯარა, იყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მაქვს ლაბარაკი, როდესაც არც ერთი ფეხბურთელი შახტარში არ მისულა. წადი ახლა მოთხოვე ვინმეს იმაში რეკოდონეს შახტარში მიდიო, მე მგონი თქვათ ყოფილი ადამიანი გადაწყვეტილებას ეს არ მიიღებს, ის კი არა, ვინც იქ არის ის ფიქრობს, როდის წავა იქიდან. აი, იგივე ვთქვათ, სამშაბათის, მომავალი სამშაბათის და ოთხშაბათის შეხვედრებიდან ერთი ესეთი აი ტოპ შეხვედრა შეიძლება იყოს რომელიმე? ერთი არა, ორია. ესეთი ოთხშაბათს არის ორივე. ოთხშაბათს არის ხოლმე მგონი თუ არა მეხსიერება არ მღალატობს. არის ბარსელონა მანჩესტერ სიტი და არის ბარსელონა მანჩესტერ სიტი და არის დორტმუნდი იუვენტუსი, ხო? ეხლა პირველი დღის თამაშები სამშაბათის, ხო, ლევერკუზენი, ატლეტიკო ლევერკუზენი და მონაკო არსენალი ისეთი მყვილ აფიშა არ არის რა, მაინც ესეთი მეორე რანგის, ქვედა რანგის კლუბები არიან. აი, რაც შეეხება ბარსა სიტის და დორტმუნდი იუვენტუსს, დორტმუნდი იუვენტუსს კიდე სხვა დატვირთვაც აქვს, ხო, რიმეიკი არის ლეგენდარული ფინალის, რომელიც იყო მიუნხენში და რომელიც მოიგო დორტმუნდის ბორუსიამ და თანაც ანგარიშია, ხო, პირველი თამაშიდან გამომდინარე ისეთი, რომელიც არაფრის გარანტიას არ იძლევა აბსოლუტურად არც ერთი გუნდისთვის, მოგებული ტურნირის იუვენტუსისთვისაც კი. დორტმუნდს გქონდა კოშმარული სეზონი, დასაწყისი სეზონის იყო ისეთი, რომელსაც ყველაზე ცუდი სიზმარიც კი არ დაესიზმრებოდათ დორტმუნდის გულშემატკივრებს და ნელ-ნელა ეს გუნდი გაცოცხლდა. რამ განაპირობა ესეთი განწირვის შემდეგ კი ესეთი გაცოცხლება და თამაშიდან თამაშამდე რაღაც ახალი და სხვა გუნდის ხილვა? ხო, აი ჯერ მოდი ვთქვათ ის რამ განაპირობა, ხო, რა ესეთი კოშმარი ქონდა, ხო, დორტმუნდს, ანუ რატო ჩავარდა, ხო, ესე გუნდი რა დაემართა, ხო? დაემართა ალბათ ერთი რამე, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე დორტმუნდი აი ერთი და იგივე ადამიანების ირგვლივ ტრიალებს და არ იყო მასში, კი იცვლებიან პერიოდულად ფიგურები, ოღონდ არამთავარი ფიგურები და შესაბამისად მოდი ესე ვთქვათ რა, რეალურად დორტმუნდის გაძლიერება როგორც ესეთი, ხო, შემადგენლობის რაღაცა ესეთი ერთი თუნდაც ძლიერი, ყოველთვის ცნობილი ფეხბურთელით არ ხდება. ანუ დორტმუნდი ტრიალებს ერთი და იგივე ღერძის ირგვლივ და ამ ღერძს ჭირდება ხოლმე განახლება და აი ეს მოუვიდა ბორუსიას, რომ ეს ღერძი ვერ განახლდა. კლოპის სათამაშო იდეები გახდა ყველასთვის ნაცნობი, შემსრულებელი დორტმუნდის შეისწავლეს უბრალოდ ყველაფერს თავი გავანებოთ, ანუ რას აკეთებს მაგალითად მარკო როისი, როდესაც მას ბურთი აქვს მარცხენა ფლანგზე, მიდის მარცხნივ თუ მიდის მარჯვნივ, რომელი მოძრაობის შემდეგ რომელ მიმართულებას ირჩევს, მოძრაობის გასაგრძელებლად და შეტევას რომელი მიმართულებით აგრძელებს, ეს უკვე ადამიანებად დაიზეპირეს. და შედეგს მივიღეთ შესაბამის. ხო, მიუხედავად ამისა, ამ გუნდმა იპოვნა თავის თავში ძალა, ეს არ ხდება პირველად. როდესაც დორტმუნდი თავის თავში ძალას პოულობს და ახერხებს მკვდრეთით აღსდგომას, ამ გუნდმა იპოვნა თავის თავში იმის ძალა, რომ პირველი გავიდა ჯგუფიდან, მართალია სუსტი იყო ის ჯგუფი, მაგრამ მაინც დორტმუნდის პირობებზე რა პირობებშიც იყო დორტმუნდი და რაც ჭირდა სუსტი ჯგუფი მაშინ არ არსებობდა. და პლეიოფს ჩავიდა ტურინში და ითამაშა ძალიან ღირსეულად, წააგო მხოლოდ მინიმალური სხვაობით 1-2, შეინარჩუნა შანსი იმისი, რომ გავიდეს მეოთხედ ფინალში და რაც უფრო დაუშვათ დორტმუნდის შორს წავა, აი მაგალითად გაცდა იუვენტუსს, ხო? მე დარწმუნებული კიდევ უფრო მეტი ენერგიას მიიღებენ დორტმუნდელი ფეხბურთელები და ამ ჩაგდებული სეზონის შემოტრიალება მათ შეუძლიათ დადებითისკენ, რომელიც ну არ ვიცი ახლა ვის მოელანდებოდა რომ დორტმუნდი შეიძლებოდა საბოლოო ჯამში სეზონის ბოლოს შეგვერაცხა როგორც სეზონი დორტმუნდის შეგვერაცხა როგორც დადებითი, ხო ამას ოქტომბერში ვერ იტყოდა ვერავინ აბსოლუტურად. და რაც შეეხება სიტი ბარსელონას, იცი რა, ჩავიდა ეს გუნდი მანჩესტერში, დახვდა იქ მანჩესტერ სიტი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ძალიან დიდი აურზაური, ხო? ყველაფერი აბსოლუტურად. იქ პელეგრინი, ლუის ენრიკეს წინააღმდეგ, პელეგრინი გამოსწრილი, ლუის ენრიკე გამოსწრილი რაღაცა და აღმოჩნდა, რომ ბარსელონა თამაშობს ფეხბურთს და სიტი უშლის მარტო ხელს. მხოლოდ და მეტი არაფერის გაკეთება მას არ შეუძლია. შემსრულებლები სიტის ისეთი ყავს, რომ ინატროს ბარე ორმა, მაგრამ
ჩემპიონთა ლიგა იმიტოა ჩემპიონთა ლიგა და იმიტოა ყველაზე მაგარი საკლუბო ტურნირი, რომ მას ჭირდება სპეციფიური რაღაც, რომელიც City-ს ჯერ არ აქვს და ვერც ექნება, იმიტომ რომ ახალი შექმნელია რა ეს გუნდი, ახალი ფორმაცია. სანდრო მობილურით გვირეკავს მსმენელი უკაცრავად გისმენთ გამარჯობა. საღამოშვიდობის გალუტანელა მივესალმები ბატონ სანდროს. მოგესალმებით. დელეგატაცია და კარგი იქნება, რა თქმა უნდა, თუ ექსპერიმენტები ჩატარდება და ისე როგორც 2000 წელს შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდული შემადგენლობით და შემართებით უფრო და მეტი ექსპერიმენტი იქნება საჭირო და ახალგაზრდების ეს მოძებნა, რა თქმა უნდა, კარგი ტურნირი გაამართლებს კიდეც, იგივე როგორც გუშინ შალკეს ფეხბურთელი თქვით. და იგივე შალკეში გაიწყინა გუშინ წინ უფრო სწორად გაიწყინა იგივე ჟენერმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა. და რაც შეეხება ჩვენ ნაკრებს, თუმცა უბედურება ის არის, რომ ორი ასე ვთქვათ, მძიმე მარცხი მაინც სამართალს და გამოწერილი გვაქვს და მეშინია ტრადიციული გერმანული ანგარიში 7-1 და 7-0. სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ეგ არის და ადრე ახსოვს ხალბატონ ელენას მე ვივარაუდე, რომ ბულგარეთი 6-1 მოგვიგებდა, თუმცა არც ნაკლები 4-0, ბულგარეთი კი არ აქვს, პოლონეთი 4-0 და გერმანია არ დაგვალვეს, სულაც არ არის სუსტი, უბრალოდ ესე ითამაშა. ცოტა ხანი რომ არი ვარაუდოთ არაფერი არ შეიძლება ეს ზეკუმრობით. ბატონო სანდრო, კი ბატონო, გადავერთოთ მაშინ ლიგაზე, უსურვებთ ჩვენებს წარმატება, შემდგომში გამოსწორდება. კაიცხადად ხანვანელობით და ხო ლიგას რაც შეეხება, რეალის აგება სავარაუდო იყო, თუმცა ეს რატო იყო სავარაუდო? კი ტოტალიზატორის ერით ვთქვათ, იგი ბილბაოს აგება დავიჭირე, ჩვენი რაც როგორც პრინციპი შემდეგ პირველი პროექტი ის 0-ში შეასრულა და შემდეგ მოსდოცხობა მას უცებ საკითხი. თუმცა არ მოდარიმორტ ბაიერნის და ბარსას გულშემატკივარი ვარ და ელ კლასიკოში მაგალითად იგივე ტოტალიზატორი მომდინარე თუნდაც ელ კლასიკოში ბარსას უზრუნველად დამარცხებას აწვევს რეალი. ადგინა გასაგვირად მოგეჩვენოთ და ესეც იქნება ამას დავწუნდებით ერთ კვირაში. ეს ერთი იგივე დორტმუნდის თემა, ფენერბაჩეში და დორტმუნდი არა მარტო იუვენტუსს გასწრება პირის ეს არის ალბათობა, რომ დორტმუნდი ბაიერნის 2013 წლის ფინალი ვიხილოთ, იგივე 2014 წლის ატლეტიკო რეალის, თუმცა ატლეტიკო რეალს სიმე მარცხს არაპატიებს იმ აგებას, თუმცა თავიანთი ბრალი იყო. სხვა რა გვინდა ითხოვდი ლიგაზე, რომ ფრანგების გამოწყინება არ იყო შემთხვევითი და მონაკო ვიტყოდი, რომ მონაკოს ეხა ასე ვთქვათ ხალხი ფიქრობს, რომ მოუგებს არსენალი და რაღაც ხაფრეს, მაგრამ მონაკო იგივე კლუბშია არსენალი, არსენ ვენგერი ძალიან შეხვდა, იგივე ფრანგულ სტილს დაეტაკა ასე ვთქვათ და კიდევ მოუგებს მონაკო ამას კეთვით და არანაკლები მძიმე გუნდია ვიდრე PSG 10 კაციანმა მოუგო ამას წინათ ნიცას ამ ორი კვირის და ეს ვენერად ნახეთ. ისე რომ საინტერესო ლიგა გველის ალბათ და ჩვენ ბიჭებს უსურვებთ წარმატებებს ისევე 17 წლიან და რა თქმა უნდა კარგი იქნება როგორც ვასილ მაისურაძის შეგირდებმა და გიორგი დევდარიანის ესე გვახარებდეს დიდი უფროსების ნაკრები, ეროვნული ნაკრები, თუმცა ერთჯერობით ეს ოცნება რჩება და ალბათ ეს ოცნებაც როცა იქნება აგვიხდება რა უსურვებთ წარმატებები ბიჭებს მადლობთ. დიდი მადლობა, საკმაოდ საინტერესო თქვათ. ხო, მოსაზრებები ჩვენი მსმენელის, დიახ. ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს აქვს უფლება რომ კონდეს თავის შეხედულება. იგი სხვა მიმართულებით უყურებს ხოლმე რაღაცებს, მე არ მშევია და უშუალოდ ეგეთი მიმართულებით და ამ მიმართულებით ყურება. შეიძლება ის არის მართალი, შეიძლება მე ვარ მართალი, არ ვიცი გამოაჩენს ამ ყველაფერს მომავალი, მაგრამ მე მაგალითად შალკესთან რეალის წაგებას ვერ ვიცი ნასამედღობლად ვერაფრით პირიქით ორი თამაში არ ქონდა რეალს მოგებული, ვილიარეალთან და ბილბაოს საერთოდ წაგებული და მეგონა რომ შალკეს დაამარცხებდა ძალიან ადვილად და დიდი ანგარიშითაც კი ამ ადამიანს სხვანაირად გონებიან ღმერთმა გაუმარჯოს აგერ თუ პლუს ამ ეს ყველაფერი დაადასტურა იმითი რომ რაღაც გარკვეული მატერიალური წახალისებაც მიიღო, თლად კარგია. უბრალოდ ერთი რამე მინდა ვთქვა, დორტმუნდთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ შევჩერდით იმაზე, რომ დორტმუნდი რაც უფრო შორს წავა, მით უფრო მეტ იმპულსს მიიღებს ბორუსია, ეს მართლა ასე იქნება და ყველაზე მეტად ვისაც დაუშვათ ეხლა ჭირდება ეს არის ზუსტად ეს დორტმუნდის ბორუსია. გასაგებია რომ მოგება ჭირდება ყველასა, მაგრამ დორტმუნდისთვის ცოტა სხვანაირად დგას უკვე საკითხი რა. დორტმუნდისთვის საკითხი დგას ისე რომ ან ჩავარდნილია ეს სეზონი, ან დაუშვათ შეიძლება რომ გარკვეულწილად წარმატებული დაერქვას. და სასწორზე არის ბევრი რამე. ბარსელონა ლიდერია და
ერთპიროვნული ერთ გულას უგებს რეალს და ბარსას და რეალს შორის გადაწყდება ესპანეთის ჩემპიონის ბედი. მიუნხენის ბაიერნი ფაქტიურად უკვე ჩემპიონია. პარი სენ-ჟერმენი ალბათ დიდი ალბათობით მოიგებს საფრანგეთის ჩემპიონატს მიუხედავად იმისა, რომ კარგი პერიოდი არც PSG-ს უდგას. მოკლედ ყველა კლუბს რაღაცით კომპენსირება შეეძლება და უშუალოდ ლიგიდან რომ გამოვარდეთ. აი დორტმუნდს ბორუსიას არაფერი არ შეუძლია. დორტმუნდმა უნდა იაროს წინ ჩემპიონთა ლიგაზე, რათა დაუშვათ იყოს ჩაითვალოს, რომ ისთვის ეს სეზონი წარუმატებელი არ იყო და არ მიიღოს დორტმუნდმა დარტყმა როგორც სპორტული, ასევე თუნდაც ყველაფერს თავი გავანებოთ მატერიალური და იმიჯის კუთხით. მე პირადად ძალიან დამენანება თუ ეს გუნდი აი ესე რაღაც ვარსკვლავებით აინთება და ასევე მოულოდნელად ჩაქრება, ვინაიდან ძალიან ბევრი კარგი თამაში მახსოვს ბოლო პერიოდში დორტმუნდის ბორუსიასგან. ახლა ბოლო პერიოდი იყო, როცა ეთამაშებოდა მიუნხენის ბაიერნს და სადაც ეთამაშა ყველაფერი მოუგო ერთ სეზონში 4 თამაში ითამაშეს ერთმანეთში. რაჭიდან გვირეკავს მსმენელი, გისმენთ გამარჯობა. გისმენთ. მოგესალმებით. გისმენთ სამწუხაროდ გაითიშა იმედია მსმენელი კვლავ შეგვეხმიანება. საქართველოს ნაკრებზე საუბრობდა ჩვენი რადიო მსმენელი და ეს არის კითხვა, რომელიც ყოველთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ხო და პლუს ამ ადამიანს კიდევ უფრო დაუნძიმებია ჩვენი მდგომარეობა, უთქვი არა რომ პოლონეთი მოგვიგებს 6-1 წოდა, მაგითო ვთხოვე რომ იქნებ ცოტახანი არაფერი ეძენას არ მეტყოლოს. არ ვიცი ახლა არის რაღაც მე რამდენად შევდივართ უკვე ახალ რაღაც ციკლში და ახალ სპირალზე მე რამდენად მივდივართ. ფაქტია რომ ყავს ახალი მთავარი მწვრთნელი, მას აქვს თავისი შეხედულებები. პირველ რიგში უნდა ვთქვა რომ არის გაკეთებული გაფართოებული სია ფეხბურთელებისა. ეს არ არის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად იქნებიან გამოძახებულნი. ეს არის უბრალოდ გაფართოებული სია. ამ გაფართოებულ სიაში რამდენიმე ისეთ მოთამაშეს აღმოვაჩენთ, რომელთა იყოფნაც იწვევს გაკვირვებას, ჩემსას პირადად. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნე, სანამ ამას არ ერქმება უკვე, რომ ეს მოთამაშეები არიან გამოძახებულნი, ამ მიმართულებით კითხვების დასმა და ამ მიმართულებით გაკრიტიკება ადამიანის მე მგონი არ ღირს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, ეს არის მხოლოდ გაფართოებული სია. ცხადაძე იყო ძალიან პროფესიონალი ფეხბურთელი. ცხადაძე იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი პლეადის კაპიტანი. ცხადაძეს აქვს ნათამაშები ძალიან დიდი ფეხბურთი, ყველა იმ მოთამაშისგან განსხვავებით, რომელიც დღეს მას ყავს გუნდში გამოძახებული. მე ვისურვებდი, რომ ასევე მაღალ პროფესიონალურად კახი ცხადაძე მიუდგეს საქართველოს ნაკრების გაწვრთნას და ეს არ არის მარტო აქ არ მაქვს მე ლაპარაკი მარტო იმაზე, რომ მან უშუალოდ სამწვრთნელი პროცესი უნდა წარმართოს. მე მაქვს ლაპარაკი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიშნავს იმას, რომ მას უწევს ყველაფერს თავი დავანებოთ ვიღაც ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია და ესეც არის მისი ვალდებულება, რომ ეს კომუნიკაცია მას უნდა კონდეს ნორმალური. მას უნდა კონდეს ძალიან კარგად გათვითცნობიერებული, რომ იგი დღიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნისა არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ეს ყველაფერი უნდა მიიღოს მან ადეკვატურად და შესაბამისად უნდა მოიქცეს კიდეც, რათა არ წარმოიქმნას მერე ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გქონდა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, თემურ კეცბაიაზე მაქვს ლაპარაკი. ვინაიდან და რადგანაც ქართული საფეხბურთო საზოგადოება არავის არაფერს აბსოლუტურად არ პატიობს და იგი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი როგორ ვთქვა ახლა ცუდი სიტყვა ჯალათი, მაგრამ ძალიან ესეთი მომთხოვნი საზოგადოება არის საქართველოს საფეხბურთო საზოგადოებას. სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ კობაინასარიძე იყო ჩვენთან და სწორედ მასთან საუბრობდით, რომ თუ კი ოდესმე საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს სჭირდებოდა მოთმინება, ალბათ ყველაზე მეტად სჭირდება 29 მარტის მატჩი, იმიტომ რომ მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. რა თქმა უნდა, და ის ახალგაზრდებიც უნდა დავინდოთ, ვინც იქნება იმ შეხვედრაში. კი ბატონო, არ შეიძლება ჩვენ ყველაფერი გადავტეხოთ ორი მატჩიდან გამომდინარე, რომელიც ელის ოფიციალურ შეხვედრაზე მაქვს ლაპარაკი საქართველოს ნაკრებს, ვინაიდან ეს ორი თამაში არის ისეთ გუნდთან, ჯერ ერთ დავიწყოთ იქიდან, რომ ისტორიულად გვიჭირს ჩვენ საერთოდ გერმანელებთან თამაში და ამას არ გულისხმობ მარტო იმ პერიოდს, როდესაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებელია, ხო? ცოტა უფრო შორსაც წავიდეთ. ერთადერთი გერმანული კლუბი, რომლისთვისაც ჩვენ მოგვიგია, არის იენის კარლსეისი. მართალია ყველაზე
მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მე მგონი ტელეფონზე. დიახ, რაჭიდან გაითიშა ისევ რაჭიდან გვირეკავს მსმენელი ეთყობა ტექნიკური პრობლემა, დიახ. ხო, ისტორიულად ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებულ თბილისის დინამოს ძალიან უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. ანუ ეს ესეა რა, როგორც ერთი პერიოდი ფრანგები ვერ უგებდნენ გერმანელებს ვერაფერს, ასევე ერთ-ერთი გერმანული გუნდი, რომელიც დამარცხებული ყავს, არის იენის კალცეისის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი მოგება არის რეალურად ჯერჯერობით ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ გავიხსენოთ, რომ გერმანული კლუბები ცხოვრობთ დღეს. ხო, სამწუხაროდ. და გავიხსენოთ, რომ გერმანული კლუბები სულ სისხლს იშოვდნენ. ხო, იყო დასავლეთ ბერლინის ჰერტა, იყო ჰამბურგი, ხო, ეს ორი ყველაზე ესეთი რაც შეიძლება გაგვახსენდეს და ამის მერე იყო სხვადასხვა დონეზე შეხვედრები გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებთან. ესეთი უარყოფითი ბალანსი ქართულ ფეხბურთს არ აქვს, მე მგონი არავისთან, საერთოდ. ეგ ერთი საკითხი. მეორე, სტილისტიკურად, ხო, პოლონეთის ნაკრები არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქი, რაც დამტკიცდა. ძალისმიერი ფეხბურთი, ძალიან სწრაფი მოთამაშეები, ლევანდოვსკი შეტევის წინახაზზე, გერმანიაში დავაშკაცებული პოლონელები, რომლებიც არიან დღეს საკუთარი ნაკრებების სახე და რაც გვიქნეს თბილისში. ხო, ეს არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადგა და პოლონეთის ნაკრებმა მოუგო ჩვენ იმიტომ ვიყავით უსურები, რომ ისინი არიან ძალიან მაგრები და ჩვენც აბსოლუტურად მიუღებელია მათი თამაშის სტილისტიკა. ხო, აქედან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ისინი ძლიერები არიან ჩვენზე და გარდა იმისა, რომ მათ გაცილებით უფრო მაღალი დონის ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავთ, ხო, პლუს ამას ესეც ემატება, რომ უხერხული მეტოქეები არიან. და ეხლა ჩვენც ყველა უხერხულია, რა თქმა უნდა, მეტოქე, იმიტომ რომ ჩვენ გავდიოდით და რაღაცა ფეხბურთს არ გავდა, ის რაღაცნაირ ბურთს უფრო გავდა, ვიდრე ფეხბურთს ის თამაში, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა, ხო? მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შედეგიც და მიუხედავად, როგორც იქნება, როგორც არ უნდა იყოს ეს ამ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს ფეხბურთი. და საქართველოს ნაკრებმა შეძლოს, ფეხბურთელებმა შეძლონ, რომ ითამაშონ ფეხბურთი და ეს ფეხბურთი კარგი იქნება, ცუდი იქნება, მე ვილაპარაკოთ, ხო? თავარია რომ მათ ითამაშონ ფეხბურთი. გავიდნენ მოედანზე და შეძლონ იმის გაკეთება, რომ ითამაშონ ის თამაში, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს. და შესაბამისად მივიღებთ ალბათ მხოლოდ დადებითს. ყოველ შემთხვევაში მე აქედან გამომდინარე დადებითად შევაფასებ მარტო. სხვანაირად არ. თუ დაუშვათ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ნაკრები გავიდა მინდორზე და დადგა 9 კაცი თავის საჯარიმო მოედანში და საერთოდ არ იფიქრა იმაზე თუ რა ხდება 20 მეტრის იქით, ხო, მაშინ ბუნებრივია შეფასება იქნება უარყოფითი, ვინც არ უნდა იყოს. შედეგიდან გამომდინარე, მე აგერუდებ ამ სტუდიაში პირობას, რომ შედეგიდან გამომდინარე არ ვიმსჯელებ საქართველოს ნაკრებს, ვიმსჯელებ ხარისხიდან გამომდინარე და ვიმსჯელებ იქიდან გამომდინარე, რამდენად დაუშვათ არ შეეშინდება საქართველოს ნაკრებს გერმანიის და პოლონეთის რა. აი აქედან გამომდინარე ვიმსჯელებ. კითხვა ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენი მსმენელი მოგესალმებათ, თქვენი აზრით, სანდრო, ამ განვითარების ტემპების გათვალისწინებით, რამდენი წლის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ქართულ გუნდს ლიგაზე გასვლის შანსიო? არ ვიცი, იცი რა, ძალიან ძნელია ახლა ასე გადაწყვეტა ამ საკითხზე რამდენი წლის მერე. დღეს რო უყურებ, ხო? დღეს რო საქართველოს ჩემპიონატის თამაშს რო უყურებ, თასის თამაშს რო უყურებ, გონია რომ ეს არასდროს არ მოხდება. პირდაპირ ვიძახი. რაღაცა ის ხო არის ეკონომიკური გათვლები, რომ ამდენი პროცენტი უნდა იზრდებოდეს ეკონომიკა, რომ შენ იყო და ლატვიის დონის ქვეყანა, ხო? ესეთი რაღაცაც არ არის ჯერჯერობით, ანუ გათვლაც კი არ არსებობს ისეთი, რა თამაში უნდა, იმიტომ რომ რეალურად არანაირი საფუძველი არ არის იმისი, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი ითამაშოს რომელიმე ქართულმა კლუბმა, არადა თამაშობს კლუჟი, ხო? გუნდი რუმინული, რომელიც არ ვიცი ახლა. თამაშობდა ბატე. ხო, ბულგარული კლუბი იყო ლუდოგორეც. ხო, ვინმე საერთოდ გუნდები გაუგია? მე მგონი არავის, ხო, ბატე კიდე მეტნაკლებად ხო, მაგრამ კლუჟი, რომელიც დათო პეტრიაშვილთან ჩადიოდა ხოლმე, კლუჟის თამაშების დირექტორი იყო. ხო, გუნდის სტაფში შედიოდა ორი ადამიანი. ერთი იყო მთავრობელი და მეორე პრეზიდენტი. დანარჩენი არ ყავდა. არავინ. ის დამლაგებელიც კი არ იყო. და ყველაფერზე ორი ადამიანი ასრულებდა. ლუდოგორეც რაც შეეხება, ლუდოგორეც პატრონი არის ერთ-ერთი ბულგარელი ბიზნესმენი, რომელსაც უნდოდა სოფიის CSKA-ს ხედვა არ აღიდინეს და გაბრაზდა და წავიდა და იყიდა ლუდოგორეცი ყველაზე ცუდი გუნდი, რომელიც არსებობდა ბულგარეთში და ამით უნდა მოუგო სოფიის CSKA-ს და მოუგო ყველაფერი საერთოდ ის მოგება შეიძლებოდა და გაიყვანა იმაზე, ხო, ჩემპიონთა ლიგას. ანუ რა მინდა თქვა, სწორი მუშაობით ამის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ ეს სწორი მუშაობა საქართველოში არ არის, ხო, ბანალური ფრაზაა, სწორად უნდა იმუშაოთ, ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, ეს ანუ არ არის სწორი მუშაობა და რა გინდა, ხო, მოკალით. და სანდრო, თასის გათამაშება ახსენეთ და გაიმართა კენჭისყრაც, დინამო ცხინვალი, ჩიხურა სამტრედია. ძალიან რთული მეტოქეები
გადაილახნენ დინამოს მხრიდან და სამტრედიეს მხრიდან. ძალიან გაუჭირდა სამტრედიეს. ფავორიტი სწორედ ეს ორი კლუბია. ალბათ ისინი იქნებიან, ნუ მიწყენს ახლა ჩიხურა, რომელიც სამტრედიეს ეთამაშება. ალბათ ისინი იქნებიან მაინც ფინალში. იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდილება რაღაც უფრო მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი, სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ვშელობ. ალბათ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ფინალი თუ დინამო სამტრედია იქნა, იმიტომ რომ სხვა დაუშვათ იმითი რომ გაირგვეს ფინალისტების ვინაობა, მაგალითად სამტრედია და არა დინამო, არამედ სხვა გუნდი. აქ იქნება ცალკარა არ მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ერთი კლუბი იქნება გამოკვეთილი ფავორიტი. ფინალი ხო იმითია კარგი, რომ ორი დაუშვათ თანაბარი დონის და თანაბარი შანსის გუნდები ეთამაშებენ ერთმანეთს. აი დინამო სამტრედია იქნება მიახლოებული ერთმანეთთან შანსებიდან გამომდინარე და შესაბამისად რაღაცა ესეთი თანასწორი კლუბები უფრო ითამაშებენ ფინალს. ასე მგონია. თუმცა დინამოში რომ რაღაც პრობლემები ეს ბოლო შეხვედრებში ჩანს, თუნდაც სიონთან მარცხი წლის სენსაცია შეიძლება თამამად ითქვას. კი, თამამად უნდა ითქვას. ეს იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ დინამოში ძალიან ახალგაზრდული კოლექტივია. პლუს თავარი მსმენელი ყავს ძალიან ახალგაზრდა, დამატებულები არიან ახალი ფეხბურთელები, რომელსაც აქვთ შეთამაშების პრობლემა. საკმაოდ დიდი დანაკლისია კაპიტნის ფაქტორით, ნიკა ჭანტურია უკვე სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება, ცნობილია. ეს ძალიან ცუდია. ჭანტურია ჩემთვის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც გამადიდებელი შუშით უყურებ ხოლმე და რომლის იმედიც მაქვს. იგივე ზესტაფონთანაც ვთქვათ, ბოლო ტურში 3-2 ეს არ არის ის ანგარიში, სადაც შეიძლება თქვა, რომ დინამო უპირობო ფავორიტია. რა თქმა უნდა. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ აი ეს პრობლემები, რომლებიც ჩამოთვალე, ხო, იქ შეთამაშების პრობლემა, ახალი ფეხბურთელები არიან, ასაკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გადალახული იქნება სეზონის მანძილზე და სეზონის ბოლოსკენ უკვე საკმაოდ ისეთ სოლიდურ საქართველოს კვალობაზე უკვე სოლიდურ გუნდს ნახავთ ჩვენ თბილისის დინამოს სახით. ბოლნის თამაში ახსენე და მაშინაც და გავიმეორე და ეხლაც თქვი ზღაპრული შედევრალური გოლი გაიტანა მათეცინცაძემ და სწორედ ამისთვის ღირს თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის თამაშების ყურება რომ ასეთი რამეები ხდება. ეხლა ნებისმიერ ქვეყანაში წაიღე ეს გოლი და იქ კარგად ლამაზად შეფუთე ხალხი დაამატე სტადიონზე 1-20,000 კაცი მიიყვანე და ნახავ რომ ჩამონათვალე რო არის ხოლმე FIFA რო აკეთებს იმას რა ქვია პუშკაშის პრიზი რო არის იქ რო შორტლისტია იმაში მოხდება აუცილებლად მინიმუმ და შეიძლება მოიგოს კიდეც. ძალიან დიდი მადლობა სანდრო ამ საინტერესო საუბრისთვის. მოკლედ წარმატება ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღეს 22 საათზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ჰოლანდიის გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. წარმატება გოჩატყებუჩ ჩავას შეგირდებს, მე კი 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობებით და ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე.